მოგესალმებით, მე მარიამი ვარ, კომპანია LTV-ის მარკეტინგის მენეჯერი. დღეს მინდა გესაუბროთ საავეჯო მასალების მრავალფეროვნებაზე, მათ თავისებურებებსა და განმასხვავებელ ნიშნებზე. კონკრეტულად კი განვიხილავთ საფასადე ფილებს, სამზარეულოს ზედაპირებსა და კედლის პანელებს, რაც ნებისმიერი სახის ავეჯის დასამზადებლად გამოიყენება. გარდა ამისა, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ LTV-ში წარმოდგენილ ბრენდებსა და პროდუქციაზე, რაც ვფიქრობ, რომ თქვენთვის სასურველი ავეჯის დამზადებაში დაგეხმარებათ. სანამ თემას დეტალურად ჩავშლით, შეგახსენებთ, რომ LTV-ის პროდუქცია მისი ფასისა და ხარისხიდან გამომდინარე იყოფა კლასებად. კლასების იდენტიფიცირება მარტივია. ამისათვის უნდა დავაკვირდეთ ფასმაჩვენებელზე არსებული ლოგოტიპის ფერს. მაგალითად, პრემიუმ კლასის პროდუქციაზე ლოგოტიპი შეცრულებულია შავ ფერში, სტანდარტ კლასის პროდუქციაზე მწვანე ფერში, ხოლო ეკონომის პროდუქციაზე თეთრ ფერში. ამგვარი კლასიფიკაცია მომხმარებელს ეხმარება შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის სასურველი ფასისა და ხარისხის მქონე საქონელი. დავიწყოთ წამყვანი ბრენდების პროდუქციით. კლეაფი, ეგერი, სმარტი. ეს ის ბრენდებია, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს პასუხობენ და უმაღლეს ხარისხთან ერთად ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი დიზაინის საავეჯო მასალებს გვთავაზობენ. შესაბამისად, ამ სავაჭრო ნიშნის წარმოდგენილი საქონელი ძირითადად პრემიუმ და სტანდარტ კლასს მიეკუთვნება. ამ ბრენდის პროდუქცია ფლობს E1 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტთან, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ პროდუქციის ფორმალდეჰიდის ემისია არ უნდა აღემატებოდეს 0,125 მილიგრამ მეტრ კუბს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უსაფრთხოა მომხმარებლის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის. ამავე კლასის პროდუქციას განეკუთვნება შეღებილი მზა ფასადები, რომელიც იტალიური დანადგარებით, იტალიური ტექნოლოგიების დაცვისა და იტალიური საღებავებით სრულდება ექსკლუზიურად LTV პალიტრაში. ამავე პროდუქციას მიეკუთვნება LTV-ის ლამინირებული ფილებიც. ბრენდი არკოპა საინტერესო ფერთა პალიტრას გვთავაზობს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლითაგან განსხვავებით თავისი პროდუქციის სრული ასორტიმენტით ეკონომ კლასს მიეკუთვნება. LTV-ში ჩამოთვლილი სავაჭრო ნიშნების ქვეშ წარმოდგენილი პროდუქცია სხვადასხვა ფორმასა და ფორმატშია ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომხმარებელი ხშირად გვეკითხება, რომელია საუკეთესო MDF-ი, DSP თუ კომპაქტ ლამინატი. იმისათვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, უმჯობესია განვიხილოთ თითოეული მათგანის მახასიათებლები. ვინაიდან ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს და იმის დადგენა თუ რომელი მასალის სახეობაა საუკეთესო, ავეჯის სპეციფიკიდან და დანიშნულებიდან გამომდინარეა შესაძლებელი. სათითაოდ განვიხილოთ LTV-ში წარმოდგენილი მასალის სახეობები. დავიწყოთ MDF-დან, რომელსაც ქართულად არც მეტი, არც ნაკლები საშუალო სიმკვრივის მერქან-ბოჭკოვანი ფილა ეწოდება. MDF-ი ხის მცირე დაპრესილი ნაწილაკებისგან შედგება, გლუვი და ერთგვაროვანი ზედაპირის მისაღებად ცვილით, ფისითა და მელამინით მუშავდება. MDF-ი იდეალურია სამღებრო სამუშაოებისა და ხის ანათალის, ეგრეთ წოდებული შპონის დასაკრავად. LTV-ში ეგერის MDF ფილებია წარმოდგენილი. სხვათა შორის ეს ფილები იმით არის საინტერესო, რომ სტანდარტული ფორმატის გარდა, რომელსაც უსახოს უწოდებენ, აქვს ცალმხრივად ან ორმხრივად ლამინირებული MDF ფილები. სხვა სამღებროებისგან განსხვავებით, LTV პალიტრაში დამუშავებული და შოურუმებში წარმოდგენილი ფასადების კოლექციისათვის გამოიყენება ორმხრივად ან ცალმხრივად ლამინირებული, სპეციალურად შეღებისათვის გამზადებული MDF ფილები. ასეთი MDF-ი ხარისხით გამოირჩევა. საღებავის ქვეშ ლამინირების სახით აქვს დამცავი ფენა, რაც ფასადის საექსპლუატაციო ვადას ახანგრძლივებს, ამცირებს საღებავის ხარჯს და ესთეტიკურ იერსახეს ძენს ფასადის შიდა მხარეს, ვინაიდან სათავსოს გამოღებისას ფასადის ზედაპირი ღია ფერის გვხვდებათ და ჰარმონიულად ერწყმის საკარკასე მასალის ფერს. ჩვენი მომხმარებლები საავეჯო პროექტების უმრავლესობაში ეგერის თეთრ ან კრემისფერ DSP ფილებს იყენებენ. გვერდს ვერ ავუვლით MDF ფილის სხვა დადებით მახასიათებლებს. მაგალითად იმას, რომ დრეკადია და ადვილად იტანს ისეთ დამუშავებას, როგორიც არის ფრეზირება და სხვადასხვა დიზაინ ელემენტების ამოჭრა. მედეგია ნესტის მიმართ, ვინაიდან ტენიანობის დროს ფართოვდება და იკუმშება ისე, რომ არ ზიანდება მისი მთლიანობა.
მერქან ბურბუშალოვანი ფილა, ეგრეთ წოდებული DSP, როგორც მისი სახელწოდებიდანვე ჩანს, ხის ბურბუშალებისგან შედგება. MDF-ისგან განსხვავებით, ეს უფრო დიდი ზომის ნაწილაკებია, რომელიც ასევე ფისითა და მელამინით მუშავდება. მერქან ბურბუშალოვანი ფილა გამოირჩევა სიმსუბუქით, ამიტომაც იდეალურია ისეთი დეტალების დასამზადებლად, როგორიც არის საფასადე ან და საკარკასე მასალა. მისი დამუშავება მარტივია. მაგალითად, იქნება ეს ანჯამისთვის ბუდის ამოჭრა საწარმო პირობებში, თუ ავეჯის მონტაჟისას მისი დახრახნა. სწორ საექსპლუატაციო პირობებში DSP მასალის მოვლა და მისთვის თავდაპირველი იერსახის შენარჩუნება მარტივია. რაც მთავარია, ეს არის მედეგი მასალა, რომელსაც ახასიათებს ბიოგამძლეობა, ანუ მედეგია პოპის მიმართ. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მედეგობით გამორჩეული მასალის სახეობა კომპაქტ ლამინატია, ეგრეთ წოდებული HPL. მახასიათებლებით ნატურალური და ხელოვნური ქვის მსგავსია, თუმცა ვეროდ უფრო ხელმისაწვდომია და მარტივია მონტაჟისას. კომპაქტ ლამინატის საიდუმლო მინერალი კორუნდია, რომელიც თავის მხრივ ალმასის სინთეტიკური ანალოგია. ეს მინერალი კომპაქტ ლამინატის ზედაფენაშია დამატებული. შესაბამისად, ზედაპირს არ გააჩნია ფორები, არ იტოვებს ჭურჭლსა და საკვების სუნს, არ მრავლდება ბაქტერიები და ადვილია მოსავლელად. ამ ცვეთაგამძლე მასალას არ ეშინია ნაკაწრების, დარტყმის, სინესტისა და ტემპერატურული ცვლილებების. სწორედ ამიტომ კომპაქტ ლამინატს ავეჯში ყველაზე უფრო ხშირად სამზარეულოსა თუ მაგიდის ზედაპირის სახით გამოიყენებენ. LTB-ში წარმოდგენილია Smart-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოებული პრემიუმ კლასის კომპაქტ ლამინატი. კომპანია LTB, როგორც კომპეტენციის ცენტრი ავეჯის ინდუსტრიაში, მუდმივად ცდილობს მომხმარებელს წამყვანი ბრენდების პროდუქცია შესთავაზოს. შესაბამისად, ჩვენს შოურუმებში წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბის ბრენდები. განვიხილოთ რამდენიმე. კლეაფი, ბრენდი 50 წელზე მეტი გამოცდილებით. ამ სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოდგენილი პროდუქცია ხარისხის ევროპულ სტანდარტებს პასუხობს, რაც მთავარია მომხმარებელს ყოველთვის ორიგინალური დიზაინის პროდუქციას თავაზობს და ყოველწლიურად ახლებს კოლექციას. კლეაფის ასორტიმენტში აღმოაჩენთ მრავალფეროვანი დიზაინის ფილებს, რომლებიც ურბანული აგურის, ქვიშის, ლითონისა თუ სხვა მასალის შთაგონებითაა შექმნილი. ასეთი დიზაინის ფილების გამოყენებით ექსცენტრიკული, ინდივიდუალისტური, გამორჩეული დიზაინის შექმნაა შესაძლებელი. გლუვ ზედაპირებს ეგრეთ წოდებული პიომბო დაფარვა აქვს, რაც მასალას უფრო მდგრადს ხდის ნათითურებისა და მექანიკური დაზიანებების მიმართ. კლეაფის მერქან ბურბუშალოვანი იგივე DSP ფილები განსხვავებული ლამინაციით გამოირჩევა. კლასიკურ ლამინირებულ DSP-სთან საერთო თითქმის არაფერი აქვს. TSS ტექნოლოგია განსხვავებული მასალების, დანადგარებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით იძლევა თერმულად სტრუქტურირებული ზედაპირის შექმნის შესაძლებლობას. ასეთი ტექნოლოგიით შექმნილი ზედაპირი მედეგია, ვინაიდან 3-დან 5-მდე გამჭვირვალე, დამცავი, პოლიმიზირებული ფენა აქვს. მაღალი ტემპერატურული ზემოქმედებისა და წნევის ქვეშ ფორმირდება განსაზღვრული რელიეფი, რომელიც რეალისტურად განასახიერებს სხვადასხვა მასალას, მაგალითად, სხვადასხვა ჯიშის ხის მასალას, ნატურალურ ქვას და ასე შემდეგ. TSS ტექნოლოგიით დამუშავებული ფილების დიზაინი არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ტაქტილურ დონეზეც ბუნებრივი სამგანზომილებიანი ტექსტურის ფორმას განასახიერებს. ზუსტად ასეთივე TSS ტექნოლოგიით მზადდება Smart-ის საფასადე ფილები, რომლებიც ზედაპირის ტექსტურასთან სინქრონიზაციის მეთოდით იქმნება. Smart-ის ასორტიმენტში შეხვდებით მარმარილოს, ხის, ქვის, ქვიშის და სხვა დიზაინისა და ტექსტურის ფილებს. საინტერესოა, რომ სტრუქტურული დაფარვის კოლექციაში გამოყენებული მარგალიტისფერი საღებავები ფილას სცემს უნიკალურ და განსაკუთრებულ ბზინვარებას. Smart-ის კოლექციაში აღმოვაჩენთ დღეისათვის ტრენდულ ურბანული დიზაინის ფილებსაც, რომელიც გვაგონებს ქალაქს და გადმოგვცემს გაცრეცილი ზედაპირის სრულ ხიბლს. ბრენდი დინამიკურად ვითარდება. იგი თავად ქმნის და აწარმოებს პროდუქციას ავეჯის წარმოების სექტორისათვის. ამიტომ გარდა TSS ტექნოლოგიით დამუშავებული ფილებისა, გვთავაზობს პრემიუმ ხარისხის კომპაქტ ლამინატს. მას ძირითადად ზედაპირის სახით იყენებენ და სხვა ზედაპირებისგან განსხვავებით სამჯერ ნაკლებია სისქეში. 12 მმ-იანი სისქის ზედაპირი ინტერიერს უფრო მსუბუქსა და მიმზიდველს ხდის. აღსანიშნავია, რომ ამ კომპაქტ ლამინატს არ სჭირდება დაწიბოება, ვინაიდან როგორც გხედავთ, შიგნიდანაც ისეთივე ფერის არის, როგორც გარედან. Smart-ის სავაჭრო ნიშანმა უკვე მოიპოვა მომხმარებლის სანდოობა, რომელიც გამყარებულია არაერთი სერტიფიკატით.
რაც მთავარია, Smart-ის პროდუქცია მუდმივად გადის სხვადასხვა სახის ტესტირებას. მაგალითად, ფილის დაფარვის დეფექტურობაზე, ნაკაწრების, კოროზიის, აბრაზიის, სიცხისა და ტენიანობის მიმართ მეტექობაზე, ფორმალდეჰიდის გაზის ანალიზი და სხვა. ყველაზე ფერადი ბრენდი არკოპა თავის ასორტიმენტში გვთავაზობს პრიალა და გლუვი ფინიშის მქონე MDF ფილებს. აღსანიშნავია, რომ პრიალა პროდუქციაში არკოპას აქვს როგორც აკრილის, ასევე PVC დაფარვა. ფილები PVC დაფარვით მცვეთაგამძლეა და მედეგია ნესტისა და ნაკაწრების მიმართ. ფილა აკრილის დაფარვით ბევრად უფრო სრულყოფილი მასალაა, რომელიც ინტენსიური სიპრიალით გამოირჩევა. იგი უფრო დრეკადია PVC-სგან განსხვავებით. ორივე სახის ფილა დაცულია ულტრაისფერის სხივების ზეგავლენისგან. ანუ არ ხუნდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული აკრილისა და PVC დაფარვა გამოიყენება მხოლოდ MDF ფილებზე. LTP-ში წარმოდგენილი არკოპას გლუვი ზედაპირების კოლექცია სხვადასხვა მკვეთრ ფერშია ხელმისაწვდომი. ახლა გადავინაცვლოთ ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ბრენდზე, ეგერზე. LTP-ში ეგერის პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. საფასადე ფილები, მაგიდის ზედაპირები და კედლის პანელები. ეგერს დიდი ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ 1961 წელს ავსტრიაში დაიწყო და დღეისათვის უკვე მსოფლიო მასშტაბის ბრენდია, რომელიც წლიდან წლამდე ინარჩუნებს და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. ეგერის კოლექციები თანამედროვეობის მოთხოვნებს პასუხობს. მათი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიმართულებით, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ინტერიერის გასაფორმებლად. იქნება ეს ოფისი, საძინებელი, სააბაზონო, სამზარეულო და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ ეგერის ლამინირებული ფილების შემადგენლობაში მაღალი სიმკვრივის მერქან-ბურბუშელოვანი მასალაა გამოყენებული, რომელიც თავის მხრივ წიწვოვანი სახეობის ხის დაპრესილი ნატურალური ბოჭკოებისგან შედგება. ასეთი მასალა განსაკუთრებით მცირე რაოდენობით ფორმალდეჰიდებს შეიცავს, რაც მას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს ხდის. ბრენდის კოლექციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხის იერსახის მქონე ფილები, რომელიც ხის ანათალის, ეგრეთ წოდებული შპონის მსგავსია. ეგერის DSP ზედაპირები და კედლის პანელები საინტერესოდ გამოიყურება ინტერიერის პროექტებში. ის ფაქტი, რომ ორივე ერთსა და იმავე დიზაინშია ხელმისაწვდომი, მოდერნისტული სამზარეულოს შექმნის შესაძლებლობას ქმნის. კედლის პანელი ზედაპირისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო თხელია. გარდა ამისა, ორმხრივად ლამინირებული. აქვს ანტიბაქტერიული დაფარვა, როგორც სამზარეულოს ზედაპირს. ამ შემთხვევაში სამზარეულოს ზედაპირი უფრო სქელია. არ იკაწრება, თუმცა მასზე საკვების დაჭრა და ცხელი ქვავის დადება მაინც არ არის რეკომენდებული. LTP-ში ზედაპირების არჩევანი საკმაოდ დიდია. გვაქვს როგორც პრიალა, ასევე გლუვი ზედაპირები. მაგალითად, როგორც ეს ეკონომ კლასის ბრენდის არსიტის პრიალა ზედაპირებია. სხვათა შორის LTP-ის საწარმოში ზედაპირები შეერთების უნიკალური ტექნიკით ერთდება. შეერთების ამ მეთოდს ევროჭრა ეწოდება. შედეგად კი ვიღებთ ლამაზად შეერთებულ ზედაპირებს, რომლებიც ძირითადად L ფორმის სამზარეულოებისათვის გამოიყენება. ახლა, როდესაც ასე დეტალურად გაგაცარით საავეჯო მასალების მახასიათებლები, მსგავსებები და განსხვავებები სხვადასხვა მასალის ტიპისა და ბრენდებს შორის, ვიმედოვნებ, რომ ცოტათი მაინც დაგეხმარეთ თქვენი ავეჯისთვის სასრული მასალის შერჩევაში.